თურმე მეფეთ გავუზრდივარ. მე მეფე თამარი, მემკვიდრე გიორგი მეფისა. მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი. მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა. შირვანთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა. მახვილი მესიის მოვლენილი. დავიბადე თვესა მარჩბივისა 13-სა. ქორონიკონსა 386. ლორეს ციხე. ადგილი დიდი ბოროტებისა. იქ დასაჯეს მე ამბოხენი. მანამ დედა იყო, ვიზრდებოდი სასახლესა. დედა მოკვდა, წამიყვანეს საფარასა. მამიდა მიკისრა აღზრდა ობლებისა. 12 წლამდე დავყავი საფარასა. მანამ მეფე თავისივე მოსაყდრედ მაკურთხებდა. თქვა, ამიერიდან სასახლესი ცხოვრებთო. პატარა მისახედიაო. 9 წლის რუსუდანი პირველად მივიდა სასახლესა. თურმე გაუგონია დასა, ბურდუხანის სიკვდილის მერე არ მოვსულვარო. ქალი გადახვა პატარის დაბადებასა. პატარა დაბრუნდა, ბურდუხანი ვერ მოვიდა. სასახლე მომძულდა. თამარის ხათრით მოვედი. ვითა მეფე მიეჩვიოს სასახლესაო. თურმე რუსუდანმა იფიქრა, მამამ მე დამაბრალა სიკვდილი ჩემივე დედისაო. მერე მაყვედრიდა, მამას არ ვყარები ვარო. ახლა გამოჩნდა მემკვიდრედ შენ გამოგარჩიაო. თურმე მართლა ადრევე გადაუწყვეტია მამასა. გავეზარდე ვითა მეფე. თავიდან არ ვიცოდი. გავიგე 12-ისა. თქვა მამიდა რუსუდანმა, მეფე თამარი მოვიდაო. მეგონა მომესმა თქო. გაიმეორა, მალე მეფე თამარი დაგერქმევაო. მეგონა მამიდა დამცინოდა. თურმე წამოსცდეზნია, მამა თვითონ აპირებდა თქმასა. მოვიდა მამა, მიხმო. უთხრა თავის გარემოცვასა, დღეიდან თამარი მეფის მოსაყდრე იქნებაო. მალევე მაკურთხეს მოსაყდრედ მეფისა.